მოკლედ ეს წიგნების შეგროვება ხო წმინდად პოზიტიური პროცესია, მაგრამ ესეთი ამბებიც ხდება რა. ერთმა ჩემმა სტუდენტმა მომწერა, რომ სათემო ცენტრი ქონდაო სოფელში, სადაც ბიბლიოთეკა ქონდა მოწყობილიო და აი რუსული კანონის შემდეგ მოგვიწია ამ სათემო ცენტრის დახურვაო და მინდაო ეს წიგნები თქვენ გადმოგცეთო რა. ეხლა როგორ გინდა რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის იყო ბიბლიოთეკა გახსნილი და ეს წიგნები წამოიღო, წარმოიდგინე. და აქ გააკეთო კი საქმე და რაღაც დაურიგო სტუდენტებს, მაგრამ მოხდა ის, რომ იქ ახალგაზრდებს ეს წიგნების რაღაც ბიბლიოთეკის შეუზღუდეს რა, წიგნებთან ხელმისაწვდომობა შეუზღუდეს ამ რუსული კანონებით რა. ზუსტად ეგ არის რეალურად ქართული ოცნება განათლებასთან მებრძოლი და განათლების წინააღმდეგ ყველა ასპექტში და ყველგან რა. ამიტომ რო ლაპარაკობენ რომ განათლების რეფორმას იღებენ, განათლების რეფორმა კი არა, ეგ არის გაუნათლებლობის რეფორმა და ახალგაზრდების ქვეყნიდან გაშვების ყველაზე კარგი რაღაცა ის ბერკეტი ჩაიგდეს ხელში, რომ დარჩნენ თვითონ ეს ქოცები რა, ვინც ამ არჩევნებს აყალბებენ მერე და რაღაც ამ აიპებში და სიპებში ძოვენ ჩვენს ბიუჯეტს.